ვერძებს განსაკუთრებით შეეხებოდა ეს ახალმთვარეობა და მომავალი კვირის მანძილზე საკმაოდ დიდ ძალას იგრძნობენ ვერძები შინაგან ძალას, ასევე შეიძლება მოგივიდეთ ახალი იდეები, რომელიც ფინანსური ან სამსახურეობრივი ცვლილებების მომტანი იქნება. ამიტომ ვერძებ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენი მიდგომები, ან წინა პერიოდის გამოცდილების დაყრდნობით მაქსიმალურად შეცვალოთ, განსაკუთრებით სამსახურეობრივი და ფინანსური თვალსაზრისით და ამ კვირაში მარტივი იქნება ზოგადად აი ამ ის ვთქვათ გადაწყვეტილებების მიღება, თუ მაგალითად აქამდე ძალა არ ყოფნიდათ, ან რაღაცა ყოფმანობდით, ამ კვირაში ვერძებს ნამდვილად აქვთ შანსი, რომ მაქსიმალურად ის ვთქვათ სასიკეთო შედეგები მიიღონ ყველა იმ დაწყებულ საქმეში, რომელიც ახლა მაგალითად გეგმაში გაქვთ, ან უკვე დაიწყებთ და ამ კვირაში აპირებთ გაგრძელებას. ფინანსური თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდი იწყება ვერძებისთვის 20 აპრილს უკვე მზე გადადის ყუროს ზოდიაქოში. აქედან გამომდინარე ვერძები იგრძნობენ ფინანსურ წინსვლას, ფინანსურ კეთილდღეობას და ამ კვირის მანძილზე ვერძებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად საკუთარ რესურსებს მიაქციონ ყურადღება, არ მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილებები და ვერძების შემთხვევაში ამის ყველაზე დიდი საფრთხე არის, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღონ, ამიტომ გირჩევთ ვერძები, რომ მაქსიმალურად დაფიქრებულად, გააზრებულად გადადგათ ნაბიჯები და ამ შემთხვევაში ნამდვილად მიიღებთ როგორც პიროვნულ, ასევე ფინანსურ სარგებელს და კეთილდღეობას, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებშიც ვერძებთან იცვლება მიდგომები, ღირებულებები და უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო, უფრო მეტი რაღაცა მეგობრული მიდგომები არის ვერძებისთვის საჭირო, რაღაცა ღია საუბრები, ამ შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობებიც, ანუ ახალ მყარ ეტაპზე გადავა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე შეიძლება პრობლემები შეიქმნას პარტნიორულ ურთიერთობებში.